პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით 10,000 ლარი შეუფარდა. აღნიშნული ოდენობის გირაო პროკურორმა მოითხოვა. თარგამაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გივი თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 3 აპრილს იყო გამოძახებული, თუმცა იმ არგუმენტით, რომ პარლამენტის ლეგიტიმურობას ცნობს გამოკითხვაზე არ გამოცხადდა. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე მუშაობს. ბელა, როგორია მხარეთა პოზიციები? როგორც პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები არსებობდა. მისი განცხადებით, გივი თარგამაძემ სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ 359 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მისი განცხადებით, თარგამაძე, როდესაც საფელდეგერო სამსახურმა ჩააბარა შეტყობინება, მითითებული იყო, რომ სისხლის სამართლის დანაშაული იყო კომისიაზე, თუკი არ გამოცხადდებოდა და იგი იყო საქმის კურსში. ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად პროკურორის განცხადებით, სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული, გარდა ფაქტობრივი მხარისა, პროკურორის განცხადებით, ფორმალური მხარეც არსებობდა, რომ მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეფარდებოდა. პროკურორი ორ გარემოებაზე საუბრობდა, მიმალვის საფრთხეზე და ახალ დანაშაულზე, როგორც პროკურორი აცხადებდა, თარგამაძეს არაერთხელ უფიქსირდება საზღვრის კვეთა და შესაძლებელია, რომ საპატიმრო საშელის შიშით მიმალულიყო და ასევე ჩაედინა ახალი დანაშაული. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატის განცხადებით, პროკურორის არგუმენტაცია დაუსაბუთებელი იყო, არანაირი მიმალვის და ახალი დანაშაულის საფრთხე არ არსებობდა. ადვოკატის თქმით, გივი თარგამაძე დანაშაული, რაშიც გივი თარგამაძეს ედავებიან, სპეციფიურია. საგამოძიებო კომისია შესაძლებელია, რომ უახლოეს პერიოდში არ შეიქმნეს და არ გამოიძახონ გივი თარგამაძე, შესაბამისად ახალი დანაშაულის ჩადენა ვერ მოხდება. ეს არ არის ქურდობა ან სხვა დანაშაული ადვოკატის განცხადებით. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ადვოკატის თქმით, 2012 წლის შემდეგ თარგამაძემ მხოლოდ ორჯერ დატოვა ქვეყანა და არც ეს საფრთხე არსებობდა. ბექა ბასილაია მიუთითებდა, რომ გივი თარგამაძე არენდობა პარლამენტს ლეგიტიმურობას არ ცნობს და შესაბამისად არ გამოცხადდა. თუკი მაინც და მაინც სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს ადვოკატის თქმით, ადმინისტრაციული კოდექსით შესაძლებელი იყო მას შედავებოდნენ. რაც შეეხება თარგამაძის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, საგამოძიებო კომისია რუსულ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. დაცვის მხარის პოზიციაც ანალოგიური იყო, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტი არის საგამოძიებო კომისია. პროკურორის განცხადებით კი სახეზე გვქონდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაზით უნდა წავიდეს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჯავრად სადავარებს. უაღრესად სპეციფიური ბრალდება საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებულა. ამ ბრალდების აქცია არ არის მაგალითად რაღაც თანხმობრივი ტიპის კოდები თქვა, რაღაც გივი თარგამაძე რო იყოს და ჯიბის ქურდი პირობითად დაიბარეს, არ გამოცხადდა, ახჯერაც რო დაიბაროს და არ გამოცხადდეს, ახი დანაშაული ყო არ იქნება რა, ეკმედება, ხო? აქედან გამომდინარე, ახალ დანაშაულის ჩადენაზე საუბარი თვითონ ბრალდების აქციდან გამომდინარე საფუძველს მოუწევს. პირდაპირ ინსტრუმენტი ოპოზიციისთვის ბრძოლის და რაც აქვს დაანონსებული, ხო, შემდეგ უკვე ყველა პოლიტიკური პარტიების გაუქმება და პერსონალური პოლიტიკოსების გაუქმებაც ესე გამოდის უკვე მაგათ მიღებული კანონებიდან. ამას ემსახურება, რა თქმა უნდა. 12 წელს რაც მოვიდან, იმის მერე ხან ჩემ წაღებულ 80 მილიონს ეძებდნენ და აღმოჩნდა რომ არ ყოფილა. მერე სხვა რაღაცები შემოეცალათ და დარჩათ ეს სულ სამოხდით მარტო, რომელზეც გავმარტე ძალიან ხშირად რაც ვიზახდი იქ და ვფიქრობ დღესდღეობით ყველაზე ლეგიტიმურია სწორედ ეგ ნათქვამი, იმიტომ რომ იქ იყო ლაპარაკი, რომ რუსული დროშები არ ეფრიალებს რუსთავზე, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. იმალვას როდესაც ვასაბუთებთ, ბუნებრივია ის გარემოება, რომ მას საზღვარგარეთ ყავს კავშირები, ერთ-ერთი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს. ეს ხარისხი, რა ხარისხითაც არსებობდა მიმალვის საფრთხე, ვთვლით, რომ გირაო, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო 10,000 ლარის ოდენობით სრულად უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე დამატებითი ღონისძიების გამოყენება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილი.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გივი თარგამაძე 3 აპრილს გამოიძახეს. გივი თარგამაძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც საგამოძიებო კომისიამ პროკურატურას მიმართა. საგამოძიებო კომისიას თარგამაძესთან შეკითხვები ჰქონდა, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მადლობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში ბელა ზაქაიძე საუბრობდა.